როდესაც ბაღდადში მოხდა მეწყერი და ადამიანების მსხვერპლი იყო, ბავშვების მსხვერპლი იყო, მეორე დღეს მოხდა და მეორე დღეს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცენ ირაკლი ღარიბაშვილი იმდენად უზნეო ხელისუფლება, იმდენად ფეხებზე კიდე ადამიანები მსხვერპლი, რომ ხო შეეძლო გადაედო რამდენიმე დღით, არა, იმ დღეს მეორე დღეს დაამტკიცენ პრემიერ-მინისტრად და ყველაზე სამწუხარო ის რომ ამასი გადრევდნენ კი ვიცით, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მონაწილეობა ამ დამტკიცებაში მიიღო ოპოზიციურმა პარტიებმა, როცა ისინი არ უნდა დასწრებოდნენ და უნდა წასულიყო იქ პროტესტის გამოსახატავად და მისაღწევად. გვამებიც არ იყო ამოსვენებული, ნახული, როცა დაამტკიცეს. ახლა ამ ხელისუფლებას და მე როგორც ვიცით 70-მდე სოფელი არის იმერეთში. ახლა ხარაგაულში რა ხდება უკვე აღამაზეც აღარა საუბარი. 70-მდე სოფელი არის იმერეთში, რომელიც არის მეწყერ საშიში და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს მათ გადასარჩენად, თითზე არ ადებს. ესაა ქართველებო ჩვენი ბრალი. ახლა ვიშვიშებთ კურსებზე, ვიშვიშებთ ერთ კვირაში დაგვავიწყდება ყველაფერი და დამთავრდება ამით. და პატიობთ რა, პატიობთ შოუს, პატიობთ ბაღდადს, პატიობთ კურსებს, პატიობთ იმას ხარაგაულს და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, ახლა მე რო ვიყო მაგ აუცილებლად ვიზამდი და დასარაზმია ეს ყველა სოფელი, ახლა იმერეთის გარდა მთელ საქართველოში კიდე რამდენია ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ყველა სოფელი რომელიც არის მეწყერ საშიში, სანამ მეწყერში მოყვებით, სანამ სხვები მოყვება, კიდე კაი იმერეთში და კურსებში და ხარაგაულში სხვები არ არის. მანამდე თქვენ შვილებს აღარ ფიქრობთ? ჩემი აზრით დასაანონსებელი აქცია და ყველა სოფელი, რომელიც არის საფრთხის ქვეშ, ყველა სოფელი უნდა გამოვიდეს კანცელარიასთან და მოთხოვოს კობახიძეს გადადგით ნაბიჯები, რათა არ დავიღუპოთ, სხვები არ იყოს, არ ჩამეგვენძღეს ცხოვრება, ნაცვალების სიმცირით მოყვანილი ცხოვრება თავზე. ამას არ ვიზამთ? ასე რა, წელიწადში 6 თვეში ერთხელ ვიშვიშებთ, რომ მეწყერი მოყვა, სხვები მოყვა, გზა არა, კვალი არა, სახლი არა, იგი არა. ეს იქნება ჩვენი ბედი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, ვინც ხართ მაგ და შეგიძლიათ ამის ორგანიზება. იქნებ ყველა დაერაზო საქართველოში ყველა ის სოფელი, რომელიც საშიშ მდგომარეობაშია, ყველა დაერაზმონ და აქციები დაიწყონ კანცელარიის წინ მოთხოვნით გვიშველეთ. მადლობთ ყურადღებისას.